თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დროებით დევნილებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი მხარის რწმუნებულთან ერთად დაესწრო. სამედიცინო აქცია თელავში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელა. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე ვარ მრავალჩვენიანი დედა, ბავშვებსაც როგორც გამოკვლევები utavrdebat, ასევე მედიკამენტები გადაეცემათ უფასოდ. აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება, ჩვენ გავზარდეთ პროგრამების დაფინანსება. დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია, ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც გავაცანეთ ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას ჩვენი პროგრამების შესახებ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ მათ გვერდით. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობთ, რათა ადგილზე გავეცნოთ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის გამოწვევებს და საჭიროებებს. აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სისტემატიურ რეჟიმში ტარდება იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო დიაგნოსტიკა და დახმარება.